ჩვენი არხის მხარდამჭერები. ეს მონადირეების არხია. მე მარლენი ვარ. ამ არხის ავტორი და წამყვანი. ვნადირობ, სადაც დაშვებულია ყველგან და ყველაფერზე, კანონის ფარგლებში. ვეძებ, ვეცნობი და ვიღებ თქვენთვის საინტერესო, გამორჩეული ისტორიების და უნარჩვევების მქონე ხალხს. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. მოგესალმებით ყველას პატივისცემით. ვიმყოფებით მაღაზიათა ქსელ კალიფში, რუსთავის ფილიალში, რომელიც მდებარეობს კოსტავას 23 ნომერში. ნამდვილად. ვისწავლე? ჩაბარებული მაგ. დაჯეხუთიანი. მეგობრებო, დღეს ირაკლი გვთავაზობს ძალიან საინტერესო ვერსიებს, რომლებიც არის, როგორც მითხრა, თურქეთიდან, ხო? კი. და რა არის, ვინ არის წარმოებელი? ჩემთვის ცოტა უცნობი გახდა, მაგრამ რაღაცა ნაცნობი ელემენტებით. იტალიური ვარიანტია, ხო? ფირმა ტაიფუნია, ასეთი, ტაიფუნ, რავი, ტაიფუნი რა. და ბელინებიც გვაქვს და ანუ ბელინი, ესენი ახლებია ისე, რა, ხო, წინა ვიდეოში თქვით, რომ თურქეთში თქო ძალიან მომრავლდა ეს იარაღის მწარმოებლები და გვანებივრები ახალი მოდელებით, რა. ერთმანეთს შორის კონკურენცია მაღალი გახდა. კონკურენცია რომ მაღალია, გამომდინარე აქედან ცდილობენ რომ თავის კონკურენტზე უკეთესები გააკეთონ და ახალი მოდელები შექმნან. გამომდინარე აქედან ჩვენც გვაქვს ხოლმე ესეთი ახალი მოდელები, გამოჩნდება ხოლმე ახალი ფირმები, გვთავაზობენ ახალ ვარიანტში შესრულებულ სანადირო გლურულიანს და არა მარტო სანადირო გლურულიანტოფებს. მეგობრებო, თქვენ წინაშე აგერ ტაიფუნის ეფსილონი ტოპ 12, ტოპ 12 თქვა მოდელია, რავი, აი. ხო, როგორც ჩანს. MPX-ი ტოპ 12 და ეს ტოპ 12, ანუ განსხვავებული კონდახით არის ესენი რა. აქ რასაც ხედავთ ჩვენ, ესენი არის ინერციული ეს ხელშიას ეს ტოპი მოკლედ აი ეს. დიახ. ინერციული სისტემით არის. ანუ ბრუნო ჩივლანის ვარიანტია, კი, ბრუნავი თავაკით არის, ну კლასიკური ინერციული სისტემა დაგრძელებული მჭედით არის და ტევადობა აქვს მომატებული მოკლედ. მაგრამ ისეთი ერგონომიულია და მაინც რო გითხრა რომ კლასიკური დიდო და გეთქვა კლასიკური სანადირო ტოპიო, მაგრამ არ არის კლასიკური სანადირო არ მეთქვია. კლასიკური მუშკაცელეკიანი ტოპია თქო რა, ანუ მაგრამ საინტერესო რა იცი, კლასიკური სანადირო ტოპის ელემენტებით არის რა. კონდახი, მაგრამ ყურე მუშკაცელეკი და დამატებული პიკატინის რელსი აქვს, რომელზეც შეგვიძლია სხვადასხვა სამიზნე. მუშკაცელეკი ქართულად როგორ არის? კორა და სამიზნე უკაცრავად. მე მომიტევით. სამიზნე უწყობელია, მოკლედ მექანიკურია აქ რა. დიახ. და ლულასაც თუ შეხედავ წინა და აკვირდი აი ამ ადგილას როგორი გაფართოება მიდის. ვა, რა სტრუბივით არის, ხო? ოღონდ ამას ესა ჩოკური შევიწროება და ამას ნათლად ემჩნევა რომ უფრო შესქელებული ვარიანტია. და ჩოკური შევიწროებები ეცვლება რა. აი ძალიან საინტერესო რაღაცაზე უნდა გავამახვილო მეგობრებო თქვენი ყურადღება. ნახეთ ამ ადგილში არის სქელი, არ ვიცი ხა რამდენად კარგად ჩანს მაგ ეკრანზე რა, მაგრამ ვეცდები მე უკეთესად გადავიღო, მოკლედ. და შუაში ვიწროვდება და მე ისევ განივრდება რა. და ესეთი ვერსია მე ძალიან დიდი ხანია აღარ შემხვედრია, ალბათ ბოლო ხო, ცოტა განსხვავებული ნაწილია, ხო. ზოგ ტოპებს უფრო ნაკლებად ემჩნევოთ ხოლმე ეს შესქელებული ნაწილი. ნუ გასაგებია რომ აქ ჩოკური შევიწროვო და ჩაიხრახნოთ და ხრახნები უნდა მოიჭრას და შესაბამისად შესქელებულია ხოლმე წინა ნაწილი. რომ ეს დევაისი ჩამაგრდეს შიგნით, მაგრამ ნუ ზოგ ტოპებს არ ემჩნევოთ ხოლმე. იმიტომ მივაქცია ყურადღება რომ ნუ ლულა მაგნუმის სრულით არის. ლულის სიგრძეზე პირად არ მახსოვს ერთი მანახი ის უნდა იყოს, სახაზავი უნდა იყოს. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. მოკლედ ლულის სიგრძე 47 სანტიმეტრია ლულის სიგრძე, 50 სანტიმეტრი. 50 სანტიმეტრი. შენი წარმოდგენით, რაზე შეიძლება ამ იარაღის გამოყენება? ფრინველზე, ნადირზე, ალბათ ყველაფერზე შეიძლება. ფრინველზე, როცა მე სულ ვიძახ ხოლმე, როცა სამიზნე მოწყობილობები, ასეთი ტიპის სამიზნე მოწყობილობები, ანუ სამიზნე თამასის გარეშე, როცა ტოპები ფრინველზე ასეთი ტოპების ნადირობა ცოტა უხრფულია რა. იმიტომ რომ ორი სამიზნე მოწყობილობა სამიზნე თამასის გარეშე უნდა დაამტყიო ერთმანეთს და მოძრავ სამიზნეზე ცოტა რთულია. სწრაფად მოძრავ სამიზნეზე რთულია. ამ ესეთი ტოპიდან ესეთი კლასიკური სამიზნეები აქვს ხომ ტაქტიკური იარაღებს რა. და გვაქვს ჩვენ აქ ტაქტიკური შესრულებაში კონდახი ცხონერი აქვს, ეს ტაქტიკური იარაღია და დააკვირდი როგორი განსხვავებული კონდახი აქვს. სამიზნე მოწყობილობები იგივე აქვს ფაქტიურად, მაგრამ ჭირიდან მოგდაგზელებული აქვს, ეს უკვე ხელით გადასატენია და
ესე იგი მე ვაკვირდები ირაკლი ტენდენციას. უფრო ცალი ტყვის ასრულად რა, ვერ გაგეცბას. ცალი ტყვის ასრულად, დიახ. მე მივხვდი ესეთ რაღაცას, მეგობრებო, რომ ტენდენცია წამოვიდა ძალიან ისეთი რა, რატო შემოდის ესეთი ტიპის იარაღები, ესე იგი მოთხოვნა იზრდება, ხო? ლოგიკური ბმა არის. მოთხოვნა იზრდება ტაქტიკურ იარაღებზე და ვერ ხვდები სიმართლე გითხრა ლოგიკას. ძალიან ხშირად შემხედრია მონადირეებიც, რომლებიც ტაქტიკური იარაღებით ნადირობენ ხოლმე. ხო, კი, ხშირად. რაღაცა გემოვნება იცვლება ახლა რა ხალხში და რა თქმა უნდა მისასალმებელი არის, ყველაფერი რიგზია, მაგრამ მე როგორც მონადირე ცოტა მიწვის ხოლმე ახმა რა, მიხდი. აი კლასიკური თურქები დავრო ნახევრად ავტომატურებზე გადავედით. აი დაახლოებით მსგავსი სიტუაცია, მაგრამ ეტაპია. ხო, მაგრამ მაინც რო გითხრა რომ ბევრი ნადირობს მეთქი ტაქტიკური იარაღით. უბრალოდ ტაქტიკური იარაღი იძლევა უფრო ასე ვთქვათ, უფრო მეტ საშუალებებს. ვინადირო კიდევაც სპორტული სრულითაც გაერთო, რა თავდაცვისაც უფრო კომფორტულად გამოიყენო, ტევადობა ვაზნებისა ბევრი აქვს და უფრო დაცული ხარ. თან ირგვლივ ყველგან ომია და ალბათ მაგანაც იმოქმედა რომ ტაქტიკური იარაღი ქვეცნობიერის დონეზე ადამიანები ხო ემზადებიან ხო თითქოს. თან გარდა მაგისა ტაქტიკური ასეთი ტიპის იარაღიდან ტაქტიკური ნახევარ ტაქტიკური იარაღი შეიძლება დავარქვათ. ტყიანში დიდ ნადირზე ნადირობა ძალიან კომფორტულია ხო. დიდ ნადირზე მაქვს საუბარი, აი ტახი დათვი მაგალითად. იმხელა ტყვიას ისვრის ეს და ტევადობა დიდი აქვს რომ უკვე რაღაცნაირად თავდაცულად გზნობ თავს ხო რა. თან ინერციული სისტემა, ანუ იგივე პომპის სისტემა სხვა არ გაჭედავს, გადატენი ხელით და მოკლედ გასვლას გააკეთებ. არ არსებობს რომ რაღაცა მოვიდეს. თუ დაზიანებული არ არის იარაღი. დიახ. აი ამ დონეზე შეიძლება ქოსტომბიაში დაილექა ის რომ ესეთი იარაღები უფრო თან რა არის შესახედაობითაც თან ფილმებმაც ხო ბევრი დიდი როლი ითამაშეს მოკლედ ფილმებში სულ ესეთი ტაქტიკური იარაღებით ხდება ბაგაბუგების როლები და ხელით გადატენა და ბევრი მოსურდა უთქვა აი ხელით რო იტენება ისეთი მინდა რომ ფილმში ჩხაკ და მასლა რო ხო სხვათა შორის ეგეც შევამჩნიე რომ ხშირ შემთხვევაში მომხმარებელი იმდენად სწრაფად გაიზარდა რომ განათლების მიღებას კი აღარ ეჩქარება რა ხალხს თითქოს რა და ჯერ ყიდულობს და მერე სწავლობს ნელ-ნელა რა იყიდა რა ესეც რაღაცასაც იარაღს არა ნადირობისთვის მაგალითად უნდა რომ სახში მკეთი იარაღი მაინც იდოს სახში და სანადიროდ მიჩვენია რომ ასეთი იყოს, რომ ამით კიდევაც ვინადირო, კიდევაც გავისვრი და კიდევაც ბევრი ჩადის თვითონ ვაზნები და ახლა მონადირე ვაზნების რაოდენობას არ დახამდება რა, ჩვენ გვაქვს ერთი მოდელი 2+1-ია, ევროპულ სტანდარტზე არის სტოფი შექმნილი, 2+1 და მაქსიმალურად დამსუბუქებული პატარა იარაღია, ძალიან კარგი ბელინი უშვებს იმასაც. ზურეთი, მოკლელულიანი თოფით და გამოიღე ხის კონდახი ვანახოთ ის. პარალელურად მინდა მეგობრებო ხაზი გაუსვა ძალიან საინტერესო ვითარებას, რომ ხარისხი შესრულების მანერა, ასე რომ ვთქვათ რა, საკმაოდ მაღალ დონეზე არის რა. დადისლები და იხოცებიან თურქული წარმოებლები, იხოცება დიზაინი ცოტა შორის თურქული თოფების დიზაინი. არა ხის კონდახია, მოკლელულით არის. იქიდოს პირდაპირ გვერდზე არა პირდაპირ ზურა. მიდი აბა მოუძებნე და მე ამასობაში დაველაპარაკები ჩვენს მაყურებელს. მოკლედ სიტუაციები იცვლება აშკარად ხახნო რა. იწერებით მე ვკითხულობ თქვენს კომენტარებს, იძახით რომ თურქული მაინც თურქულია და ნუ მაგას არაფერი ეშველება და ასე შემდეგ. თუმცა თქვენ არ დაგავიწყდებათ, დარწმუნებული ვარ, არ მოცემთ მაგის საშუალებას რომ მოვიტყუო. დღესდღეობით თურქული იარაღები ბაზარზე იმკვიდრებენ თავს საკმაოდ წარმატებით. იმიტომ რომ ხარისხი იწევა. მაღლდება ამ იარაღების ხარისხი. თუ ვინმეს არ ახსოვს, მე გეტყვით რომ რამდენიმე ერთი ალბათ 20 წლის უკან, დაახლოებით 15-20 წლის უკან პირველად თურქული იარაღები შემოვიდნენ, სავალალო ხარისხის იყო, მახსოვს კიდევაც ჩიპსან 555 იყო. იქ კომენტარში ვიღაცა მომწერა კიდევაც რომ ისო მეთქი ერგალის კალაპოწზე იყო და არა ვეგენიური მეტალის კალაპოწზე გამოდიოდა როგორც ერგალის კალაპოწზე, ისე გამოდიოდა ფოლადის შენადნობის კალაპოწზე. ეს თოფები მიუხედავად იმისა, რომ ერგალი იყო, თუნდაც ერგალი იყო, ძალიან მასიურები, დიდები და მძიმეები გამოდიოდა და მე ეს თოფი დაშლილი ნანახი მაგ ერთ-ერთი რემონტის დროს, ასე ვთქვათ, შეკეთების დროს ნახე და დამწყმელი ჩაყუჩი იმ დონეზე იყო და დაჭეჭყილი ფორმა დეფორმირებული და შეცვლილი რომ ჭუჭი მივხვდი რომ მეთქი ამათ მეტალი არ უარგათ რა ეს ჩაყუჩი ესე არ უნდა ეჭეჭყებოდეს რა ფორმა ქონდა შეცვლილი გვერდები გამომბერილი ქონდა აი დაჭეჭქვილი იმასავით იყო რა რომ დაარტყო რაღაცა და გააფტყილი მაგრამ გავიდა დრო და აგერ მაგრამ ამ როგორი ხარისხის იარაღი იწარმოება მაგრამ აქ დიდი ლომის წვლილი ისევ იტალიელებს და იმათ კულტურას იარაღის წარმოების კულტურას მიუძღვის მესმის ხო რომ ასლებს აკეთებენ რა თქმა უნდა ეს და ხარისხის კონტროლსაც ძალიან კაცრად აქცევენ ყურადღებას რა ეს თოფები გაგიკვირდებათ და ევროპაშიც გადის მოკლედ რა მარტო ჩვენთან არ შემოდის ნამდვილად ესეა ანუ თურქეთი ხალხო მარტო ჩვენთვის არ აკეთებს იარაღს ანუ ეს იარაღი გადის ევროპაშიც და გადის ამერიკაშიც მოკლედ როგორც
ასე ვთქვათ, თურქული პროდუქტი რა. იქ თავიანთი რა თქმა უნდა აქვთ, მაგრამ ეს უცხო ხილიც, როგორც ერთ დროს გადიოდა რუსული იარაღები ამერიკაში ძალიან პოპულარობით სარგებლობდა. ნუ მაშინ გასაგებია ხარისხი სხვა იყო, დრო სხვა იყო და მოთხოვნილებაც სხვა იყო. ეხლა ამ ეტაპზე უკვე თურქული იარაღი იპრობს ევროპის ბაზარს და ზოგიერთი ევროპული ქვეყნის ბაზარს, ზოგი ქვეყანაში ძალიან მცირე რაოდენობით შედის ეს იარაღები გამომდინარე იქიდან, რომ ნადირობის კულტურა იქ ძალიან დაბალ დონეზეა. ანუ ასე ვთქვათ, რომ არ არის ნადირობა იქ. მაგალითად, ჰოლანდიაში ნადირობის თემა აი ძალიან ის არის რა. მაგრამ მიუხედავად მაგისა, იარაღები მაინც იყიდება იქ. ხო, იარაღები იყიდება, კი. რატო? იმიტომ რომ ფონი ქმნის, ზოგადად სოფლიო ფონი ქმნის. რა თქმა უნდა და ერთი ძალიან კარგი კანონი აქვს კიდე ჰოლანდიელებს, ნუ ჩემი შინაურები, ჩემი და იქ არის გათხოვილი მოკლედ და ხშირად მოხდა კავშირი და ურთიერთობები იქ აურებთ, ან მეგობრებიც ყავს ბევრი იქ და ასეთი კანონია მარლენ რო ისტორიული იარაღი, რომელიც არის გარკვეული წლოვანების შემდეგ, გარკვეული წლის შემდეგ დამზადებული, რეგისტრაცია საერთოდ არ უქმდებარი, მაგრამ შეიძლება გქონდეს მაგალითად რევოლვერი და როგორც ფანქარს უყიდულობ რა, დადებ გაქვს რა. მაგრამ თანამედროვე იარაღის ყიდვას და დარეგისტრირებას ძალიან დიდი დრო ჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ის იარაღიც სროლისუნარიანია, ანუ შეუძლია იმ რაღაცის ისროლოს. ერთი წუთი შეიძლება მეგობარი არის ჩვენი, მინდა გაგაცნოთ ხალხმა, მოდი ზურა ჩვენთან ერთად ნადირობს ხოლმე, ნანახი გეყოლებათ ეს ჩვენი მეგობარი და ჩვენი ზურიგო. არა, იმიტომ რომ ჩვენი მეგობარი ხარ რა, უბრალოდ შეგეკითხები შენი აზრი ამ იარაღების ხარისხთან დაკავშირებით, რასაც ვიზუალურად ხედავ, რა თქმა უნდა ამას წილი ჭირდება რომ გაერო. სანამ რამე სიტყოდე გახსოვდეს, ότι თან ხა გადაგიხადეთ ჩვენ და წუდები არის ლაპარაკი. აი როგორც ირაკლიმ აღნიშნა, თავიდან ეს თურქული თოფები რო შემოვიდა რა. ყველა ბევრი იმას ვფიქრობდით, რომ აი უი თურქულია და მოიტა და ისევ ვითომ რუსული იარაღებს ვეძალებოდით, მაგრამ ეხლა უკვე ისე განვითარდნენ და ისე განავითარეს ეს ყველაფერი, რა ვიცი. როგორც ვიცი, დაჟე თურქეთი ნაწარმოები თოფები ხო წაღან ირაკლიმაც აღნიშნა, ამერიკაში შედის და მსოფლიოს 40 ქვეყანას ამარაგებს თურქეთი თავისი წარმოების იარაღით და მე მაგალითად მაყოფილი ვარ, ამას წინ შევიძინეთ სანამ სეზონი დაიხურებოდა ჩემი ძმისთვის თოფი თურქული წარმოების და რა ვიცი იდეალურად მუშაობს რა. ანუ კმაყოფილი. როგორც თოფი, რა ვიცი, ყველანაირად კი კმაყოფილი ვარ. მაქვს სასიამოვნო სიახლე ჩვენი არხის ერთგული მაყურებლებისათვის, მორადირეებისათვის და არა მარტო თქვენთვის. პრემიუმ ხარისხის ძაღლის საკვები იტალიიდან, ტოპ პრემიუმ. უკვე საქართველოშია. სუპერ ფასად. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი პროდუქტი Happy Pet G-ზე, შეიყვანეთ პრომოკოდი მარლენი და მიიღეთ ფასდაკლება. ან დარეკეთ ნომერზე 206-09-48 და გამოიყენეთ პრომოკოდი Happy Doggy. კვებე სიყვარულით. წახან გეუბნებოდი ბერლინის მეთქი 60-ნიანი თქვა, ეს ვარიანტია რა, მოკლედ, აი. როგორი მოკლე ლულით არის, მაქსიმალურად დამსუბუქებული და პატარებული თოფია. იდეალური იქნება მწყერზე და კათამზე ტყიანში სანადიროთ. 2+1-ია მოკლედ რა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს თოფით რაღაც ბევრი ვაზნები რა ხანარ ჩადის. ჩვეულებრივი სანადირო გულულიანი თოფია. მოკლე ლულით, მსუბუქი, პატარა, მოხდენილი. მწყერზე და კათამზე ვიცით ამ იარაღის? ფასიც ვიცით და ეს არის 1100 ლარი, აგერ. 1100 ლარი. ვა. საინტერესო ვარიანტია. ხო, ძალიან ესეთი მოხდენილი პატარა წუთი აი ეს დეტალი მაინტერესებს. აჰა, გასაგები არის. ხო, კანჩიზის რო ტიპჟირი ის მაგნუმის ლულით არის ბელინია წარმოებელი, მოდელს ქვია მაესტრო. ხო, ძალიან საინტერესო. მაგნუმი აგერ წარწერით. ნაცრისფერი დაფარვით არის და ტყის კათამი ახატია. კიდე არ შემიხედი, ახლა დავინახები რა. წყერზე და ტყის კათამზე მეთქი და კიდევაც გადასარევი ფასი არის. იქაც ესე უფიქრიათ, ვიდრე დაამზადა მოკლედ რა. ძალიან ესეთი ლამაზი თოფია მოკლე რა, ესეთი კოხტა რა, პატარა 12 კალიბრის. შეიძლება ვნახო წონაში. ნორმალური წონაა ხო? გაზოგადამტვენი მექანიზმით არის ხალხო, ქრომირებული ლულით აქვს, ქრომირებული სავაზნით. ნამდვილად საკმაოდ კარგი. ეს მინდოდა მეჩვენები და ამ ბელინის წარმოებელ ბელინზე კიდე. ხო, დადი. წარმოებელინზე კიდე საგალდასემ მოიხნება, უბრალოდ აქ განხილვა გავაკეთეთ ჯერ ან ტაიფუნებისა. ეს თოფები მაღაზიებს არა, მაგრამ კერძო პირებს შემოქონდათ ხოლმე, შემოდიოდა ხოლმე ჩვენთან. ეს თოფები რამდენიმე ჩემი მეგობარს აქვს და დიდი ხანია უკვე ხმარობენ და ძალიან წარმატებულა და ძალიან კარგად ხმარობენ რა. აცი აბესაძეს აქვს ჩვენ მეგობარს. და სხვადასხვა მეუბნებოდა რომ შემოიტანეთ აიფონები, შემოიტან და აღარ შემოიტანეთ, სიყო მოსული სხვადასხვა დაათვალიერა. და ლოგო აქვს, აი ესეთი ლოგო სხვადასხვა ნახე. აჰა, გასაგებია. მუზარადია
აბა მე მოთრეფარად, სპარტელებს ეფარად ასე დაახლოებით. ლეგიონერების იმასაც ლეგიონერებს ისა გრივო აქვს დავიდან ესეთი. ბიბილო და ამას არა აკლეთ. მოდელი არის ეფსილონი, არის ხელით გადასატანი პომპა, ძალიან რბილი მექანიზმით არის, ეს მოკლედ ხალხს ვარ ეგონს. ეს დამცავია და უსაფრთხოების ამბავში. ძალიან რბილი მექანიზმით არის. ასეთი ლულა აქვს. წინ აქვს მუხლუჭ კომპენსატორი ლულის, დაგრძელებული მჭიდითაა, ქრომირებულია რა თქმა უნდა ლულა. და როგორც აღნიშნეთ, სამიზნით და კორათია, ანუ მექანიკური სამიზნე მოწყობილობებით არის აღჭურვილი. სამიზნით თამასა არ გააჩნია. კაი, რეკომენდაცია ამ იარაღის მოხმარების. მიზანში სრულა, გართობა, ნადირზე ნადირობა. ვინმე ძალიან კარგი მსროლელი თუ შეიძლება ფრინველზეც წარმოტებით ინადიროს, მაგრამ როგორც ახლა აღნიშნე, არ გადავალ ჩემს სიტყვას რა. ფრინველზე ნადირობისას ასეთი იარაღი ცოტა მოუხერხებელია ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ სამიზნე თამასიანი იარაღი ბევრად უფრო კომფორტული დამიზნების საშუალებას იძლევა ვიდრე ასეთი დიოპტრული სამიზნეა, ნახეთ ნახვრატი აქ და მოკლედ აქედან უნდა მოხდეს დამიზნება და ეს რეგულირდება კიდე აქედან. წინ და უკან გადის გამოდის მოკლედ და არეგულირებთ რა და ტყვისასრულად იმიტომ კარგი რომ ამ სამიზნე კორას დარეგულირებით უკვე მოხდრის წერტილს შენთან არეგულირებ დამიზნების ეს არეგულირებ რა. გასაგებია. მოდი ესე ჩავდოთ ეს. კარგი. მე ვფიქრობ რომ ალბათ ამით შეიძლება რომ ამოვწუროთ ჩვენი საუბარი. ხო. თუ კიდევ დაგჭა რამე საკითხი. აი ეს მეორე ვარი. მე თქვა თამაზეც აი ეს მეორე უფრო ეს ტაქტიკურია სახელურიან მოდელი დანარჩენი იგივეა ყველაფერი მოკლედ. ეს რის ფისაა? ვაზნები ლაგდება შიდა ორი ვაზნა შეგიძლია ჩამოტა. ჩატენო რა და კონდეს ზედ რომ დათადარი გვაზნები ასე ვთქვათ. როცა ამოვაძრო მე და დია. ეს პომპა დანარჩენი ყველაფერი იგივეა სახელუში და კონდახშია განსხვავება მარტო. და ფასით 1750. არა. თუ რა არის 1170. 1170. აჰა, გასაგებია. კი ბატონო. მე აი ამ იარაღის დიზაინი მომწონს. რაღაცა ხო, ეგ უკვე ბელინი გვაქვს. კოსმოსური არის რაღაც. ხო. ეს უკვე ბელინია, ხო, ესეც არის ინერციული სისტემის იარაღია. ესეც ამოიღე, თორე ხალხს ეგონება რომ ეგეთი იყიდება. ინერციული სისტემა და კონდახი რეგულირდება მოკლედ. შეგვიძლია გავხშალოთ, შეიძლება დავაპატარავოთ, მოკლედ ასეთი იარაღი. დიახ. ამისი ფასიც ესეც ტაქტიკულში გადის დაგრძელებული ფასს ვერ ვხედავ. ფასი ამისი 77-16 ფასი. ცაბუ მოგვეხმარე. 1940 ლარი. მაესტრო ბელინი. M4. დაფარვა აქვს მწვანე ტერაკოტა. დაკეცავ და დაპატარავდება იარაღი, მოკლეა და ეს რეგულირდება სალოყიც კიდე აქ. როცა სამიზნე მოწყობილობას დავაყენებთ, მოგეხსენება ცოტა მაღალია ხოლმე სამიზნე მოწყობილობები, მაგალითად ოპტიკა ან ისა და პირდაპირ მიჯენით რომ კოლიმოტორი და პირდაპირ ამას დაარეგულირებ ლოყაზე რომ იქ რომ მიადებ უკვე გამოგიჩნდება გასაგები გახდა. კარგი, მოკლედ მე ვფიქრობ რომ ამით შეიძლება რომ უკვე დავასრულოთ ჩვენი გადაცემა, ჩემო ირაკლი და ესე იგი კიდევ ერთხელ გავმეორდეთ რა წარმოებელია რა იარაღებით და ერთით დავამატოთ კიდე რომ ამ იარაღების გასროლის საშუალებაც გვექნება და გადასტვა საველე პირობებში. როგორც კი გამოიამინდებს. ტაიფუნი გვაქვს და ბელინი მაესტრო. ტაიფუნის ეფსილონი და რაც განვიხილეთ დღეს და ეს ზოგადი განხილვა იყო მეგობრებო, ახლა ბევრი სათქმელი არც არაფერია ხოლმე რომ გლულიანზე ვსაუბრობთ. ნუ წარმოებელი შეიცვალოთ რომ დანარჩენი სისტემები მილიონჯერ გვისაუბრია. ამ თემასთან დაკავშირებით არის ინერციული სისტემები, არის ხელმისაწვდომი სისტემა, ეგრეთ წოდებული პომპა და არის გაზო სისტემა, გაზო არა გვაქვს. ხელმისაწვდომი და ინერციული სისტემები გვაქვს, ხო. ინერციული და ხელმისაწვდომი სისტემები გვაქვს. ბრუნუჩეულანის ინერციული სისტემაა და მოკლედ პომპა იცით ყველა რა ხელით რო ხდება იმის გადატანა. წარმოებლებია ტაიფუნის ეფსილონი და ბელენის მაესტრო M4. დანარჩენზე ვისაუბრეთ და ერთი იქნება კიდე რომ ამიდები რომ შეგვიწყობს ხელს აუცილებლად ამ იარაღიდან საველე ტესტიც გაკეთდება ფიქრობ. კარგად ბრძანდებოდეთ მეგობრებო. დროებით. თუ ვინმე იქნებით ამ იარაღების მომხმარებლები, ძალიან გთხოვთ ამ ვიდეოს ქვეშ დაგვიტოვეთ კომენტარები, რამდენად მართლა კმაყოფილები რჩებით თუ არა ამ იარაღებით, რომ სხვებმაც იცოდნენ ვინც აპირებს ამ იარაღს. მიაწერეთ რომ კარგია, ცუდია, ხმარობ, მომწონს, ან ხმარობ, არ მომწონს. ანუ მოდი გაჩუქებ და რაღაც ეგეთი, რა ვიცი. მოდი გაჩუქებ, ტელეფონი დამიტოვე. აკომის. ჩვენი არხის მხარდამჭერები